ყველაზე აქტიური იყო ბოიკოტის სასარგებლოდ სწორედ ამ კოალიციის ამრჩეველი, სწორედ ამიტომ თენგო თევზაძეს ვკითხავთ ახლა რა უთხრა მათ ამ კვლევებმა. მოგესალმებით ბატონ თენგო, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. თქვენ კითხულობთ, იცით კარგად კვლევების წაკითხვა, ხო? რას გეუბნებათ თქვენ ამ კვლევის შედეგები? ანუ ვერ თანხდება პრინციპულ საკითხზე, ასე ვთქვათ, ოპოზიცია. რა აჩვენა კვლევამ? ბოიკოტის მომხრეა საზოგადოება და თქვენი ამრჩეველი თუ ადგილობრივ არჩევნებში? პირველ რიგში მივესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. გუშინ სამწუხაროდ კვლევის პირველადი აღქმა საზოგადოებაში იყო არაერთგვაროვანი, უნდა ვაღიაროთ. კი, შემდეგ განმარტა იაგომ და მე მაყურებელს წავიკითხე მისი განმარტება. ზუსტად და მე ჩემი გამოხმაურებას როგორც TV პირველის შემთხვევაში ვინც იყო ამ კვლევების ასე ვთქვათ საჯაროდ ვინც გამოიტანა ეს კვლევები და ასევე მისი დამკვეთების ან ამ შემსრულებლებს, იმიტომ რომ კვლევის ველი და ანალიზი უნდა გააკეთოს კონკრეტულმა ორგანიზაციამ და ეს გააკეთა ბატონ იაგო ისა თუ არ ვწდები ესეთი ორგანიზაცია, რომელსაც ჩემს მხრიდან აქვს დობა, მაგრამ ეს კვლევები ახლა რო განვიხილოთ პროტესტის და ბოიკოტის ნაწილში, ეს კვლევები ცალსახად, აი ერთმნიშვნელოვნად ამბობს იმას, რომ ერთიანი სისტემითაც ჯერ კიდევ 7 თვის წინ რო შევთანხმებულიყავით, ჩვენ დავმარცხდებოდით. იმიტომ რომ საპროტესტო ელექტორატს არა აქვს ნდობა საარჩევნო პროცესი, იმიტომ კი არ დავმარცხდებოდით, რომ ნაკლები ამომრჩეველი მყავს. არამედ იმიტომ დავმარცხდებოდით, რომ უბრალოდ ამ სისტემას არ ენდობა. ეს ერთი, მეორე. ამომრჩეველმა იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არ არის ნეიტრალური და მესამე, უბრალოდ არჩევნებზე გასვლას აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს იქიდან გამომდინარე, რომ თუ ჩვენ ვამბობთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაგვიყალბეს და ამიტომ ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებში, თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ვთქვით უარი და ამიტომ გვყავს პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ ამ აქციების შედეგად გვყავს პოლიტპატიმრები, მაშინ სად გავდივართ ან რას ვპირდებით ამომრჩეველს და ასე შემდეგ. ამომრჩეველი და ეს კვლევა არის ძალიან მნიშვნელოვანი სარკე იმის პროცესისა, რაც მიმდინარეობს დღეს ქვეყანაში. როცა ვთქვი, რომ ჩვენ ამ ნაწილში დავმარცხდებოდით, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დამარცხებას კიდევ ერთხელ გაგვიფორმებდნენ, თორე გამარჯვება არის მნიშვნელოვანი. ამიტომ ვამბობდით, რომ 7 თვით თუ 6 თვით თუ 5 თვით ადრე მნიშვნელოვანი იყო ამაზე შევთანხმებულიყავით. მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის ეგრეთ წოდებული 53% პროდასალური პარტიებისა, ვინც ითხოვს, რომ არჩევნებზე გავიდეთ. ჯერ ერთი 53% არის ძალიან მცირე. ჩვენ ვიცით 2021 წლის აირაის კვლევა, ადგილობრივ გახსოვთ ხო, იგივე კრიზისი იყო დაახლოებით ამ მასშტაბის არა, მაგრამ ნუ ნაწილობრივი გაყალბებული არჩევნები, პოლიტიკური კრიზისი, ოპოზიცია არ შედიოდა პარლამენტში და ასე შემდეგ და წინ იყო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. აირაის კვლევით მაშინ ჩატარდა აირაის კვლევა საჯაროა, შეიძლება ინტერნეტში ნახოთ. 75% პროდასავლური პარტიების იყო მომხრე, რომ ოპოზიცია გასულიყო ადგილობრივ არჩევნებში. ახლა არის 53. ოღონ ეს 53-ში არის ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, ის უნდა ჩატარდეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. ეს ერთი მთავარი კომპონენტი, რომელიც დაადასტურა კვლევის ანალიტიკის და ველის შემსრულებელმა, ანუ ვინც ანალიზი გააკეთა და ველი შეასრულა და მეორე და ასევე ამ კვლევას ვეყრდნობით, ჩვენი პარტიის რეიტინგი არის 18-20% ამ კვლევით თბილისში. ჩვენს გარეშე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე როგორ გადიანან რა უნდა გამოგვიჯონ, ჩემს არის ეს წინა სტუმარსაც ეს ვკითხე თენგო და თქვენც აუცილებლად გკითხავთ ახლა სწორედ ამას, რომ აი როგორც არ უნდა წაიკითხონ ეს კვლევა, ძალიან ბევრი საინტერესო სლაიდი არის, სხვათა შორის რაც ახლა წინა კვლევებშიც გვინახავს, მაგალითად მოსახლეობის განწყობა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რა უნდა მოხდეს, რა პრობლემები აწუხებს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ რასაც ინტერპრეტაციას ვერ მისცემ ალბათ ვერანაირად, ეს არის ის, რომ თუ ერთად არ მიიღებს გადაწყვეტილებას ოპოზიცია, ამ ერთიანობის გარეშე იმ მომხრეების პოზიციაც აზრს კარგავს ალბათ, იმიტომ რომ ცალკე ერთი პარტია ან თუნდაც ორი პარტია რომ გავიდეს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ბიძინა ივანიშვილი აი ახლა გამოსწორდება, უცებ გახდება დემოკრატი და ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, როგორიც ყველას გვინდა რომ ჩაეტარებინა მანამდე, ამ ორ პარტიას მაინც არ აქვს შანსი რომ დაამარცხოს აქ ქართული ოცნება. აქ კიდევ
კიდევ ერთხელ გამიმეორდები. შანსებზე მე მაგით დავიწყო, დამარცხება გამარჯვების შანსებზე არ არის საუბარი, იქიდან გამომდინარე უბრალოდ ამ ქვეყანაში ტარდება კრიმინალური არჩევნები. კი ბატონო. 6 თვის წინ, ახლა თუ 1 თვის შემდეგ და სწორი იყო აქ ჩემ წინა გამოსვლის ბოლო ნაწილს უსმინე, რომ საუბრობდა, რომ პარტიებს უკვე უნდა ქონოდათ დაწყებული საარჩევნო კამპანია. სულად ვეთანხმები, ამიტომ გავაკეთეთ ჩვენ განაცხადი მაშინ როცა ვთქვით, პირველები ვიყავით, ვინც ახსენა და თქვა, რომ მოდი დავждეთ და გადავწყვიტოთ. ჩვენი არგუმენტი იყო მკაფიო და მტკიცე, მაგრამ და ახლაც ვამბობთ ამ არგუმენტებს და ვსაუბრობთ, მაგრამ ამის პასუხად და მსჯელობის პასუხად მივიღეთ, რომ სუსის შემოგდებული ამბავიაო და პოლიტპატიმრები და საპარლამენტო არჩევნებიო მეორე პრიორიტეტად დააყენეს. ამაზე ჩვენ არ გაუბრაზებული ვართ. არა, გაუბრაზდით, მაგრამ ამაზე პასუხი არ გაგვიცია. პირდაპირ ვამბობ, იმიტომ რომ შენარჩუნებული ყოფილიყო ერთიანობა ოპოზიციაში. თორე ეხლა თენგო თევზაძეს, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას 4-4-ჯერ არიან დაპატიმრებულები. სუსის შემოგდებული თემაზე აპელირებას რო აბრალებ ადამიანი, ხო, ეხლა უხერხულია მარტივად ვამბობ, უხერხულია, ამაზე გაუბრაზდით, პირდაპირ გეტყვით, მაგრამ არ გავეცით პასუხი. იმ ადამიანებს, რომელსაც გუშინ დატოვა ქართული ოცნება, ოფიციალურად. არა მხოლოდ პირდაპირ გეუბნებით. გუშინ დატოვა ოფიციალურად ზოგიერთმა მათგანმა ქართული ოცნება და გუშინც. და აქედან გამომდინარე, ამაზე ჩვენ არ გაუბრაზდით, მაგრამ არ გაგვიცია პასუხი, იმიტომ რომ ვინარჩუნებ და ახლაც ვამბობთ. ახლაც ვსაუბრობთ შემდეგს, რომ მიიღონ მკაფიო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ არ მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც არის ქართული ოცნების ხაფანგი, რომ მან მოიპოვოს ლეგიტიმაცია, ეს ერთი, მეორე, მნიშვნელოვნად დაწესოს ნიჰილიზმის საპროტესტო მოძრაობაში, რომელიც არის უწყვეტი და მტკიცე, მესამე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და საარჩევნო პროცესი მნიშვნელოვნად შემცირდება სანქციების ნაწილი, რა თქმა უნდა, ეხლა ჩვენი პარტნიორები ეგრეთ წოდებულ საარჩევნო პროცესში დასანქციებას არ დაიწყებენ პარტიის, ხო? და ლოგიკურიც იქნება, მნიშვნელოვნად შემცირდება სანქციები და მეოთხე, გაგრძელდება რეპრესიები და პოლიტპატიმრებს ჩავტოვებთ ციხეში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს 4 კომპონენტია, მთავარი არგუმენტი, თორე ვის და ჩვენ უნდა გვინდოდეს კოალიცია ცვლილებისთვის, უნდა უნდოდეს არჩევნებში მონაწილეობა, ისევ ამ კვლევებს ვეყნობთ, ჩვენ სხვა კვლევებიც ვიცით, მაგრამ მოდი ამ კვლევებით ვისაუბროთ. ამ კვლევებით ჩვენს და ქართულ ოცნებას შორის თბილისში არის 4%-იანი განსხვავება. ხო, დიახ. არა აუცილებელი, როგორც ეს კვლევები ამბობს, სხვა გადაჯგუფების პირობებში შეიძლება ქართულ ოცნებას დაამარცხოს, მაგრამ აქ არჩევნები არ ტარდება. ამაზეა საუბარი. აი ვისაუბროთ ახლა გიორგი კალანდარიშვილზეან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე. ეს ხალხი არ იყო, ვინც ამბობდა, რომ ეს ხალხი კრიმინალები და დასასანქცირებელია. და ისევ ამ კრიმინალებს და დასასანქცირებელებს თუ ვატარებინებთ არჩევნებს. აი ფეხბურთის თამაშის დროს არბიტრი თუ ერთი გუნდის მხარესაა, როგორ უნდა მოიგო ის მატჩი გამორიცხულია. აქედან გამომდინარე ჩვენ ამას ვსაუბრობთ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები, სამართლიანი საარჩევნო გარემოთი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გასვლა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტპატიმრები ყველა გათავისუფლდება ღირსეულად. ჩვენ არ ვითხოვთ იმას, რომ აი მათე დევიძე, რომელსაც და სოლიდარობა და მხარდაჭერა ამ ახალგაზრდა ადამიანს, იმიტომ რომ ის შეხვდა ღირსეულად სამწუხაროდ იმ უსამართლო სასჯელს და იმ უსამართლო გადაწყვეტილებას, ეხლა მათე დევიძეს ვინმე შეწყალება ჭირდება? არა, მათე დევიძე უნდა გამართლდეს, იმიტომ რომ ის მართალია, ის მას არ ჩაუდენია დანაშაული, როგორც არ ჩაუდენია სხვა დანარჩენს. ეხლა წინა სტუმართანაც ანისთანაც ვამბობდი და გავიმეორებ, რომ ჩვენ არ ვიცით ამ 4 ოქტომბრამდე ადგილობრივი არჩევნები როცა არის ჩანიშნული კონსტიტუციით, კიდევ რამდენი პოლიტიკური ლიდერი იქნება გარე და რამდენი იქნება დაპატიმრებული. ეხლა ხვალ დღეს გახდა ცნობილი, რომ ხვალ არის უკვე ზურაზე საბოლოო გადაწყვეტილება და მომდევნო დღეებში ვაშაძე, 18-ში და 20-ში უკვე თვითონ ხაზარაძე და ჯაფარიძე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სექტემბრამდე კიდევ რას იზამს ბიძინა ივანიშვილი, ხო? აი ამ მოცემულობას როგორ დაამძიმებს, არა მინაც აღარც მედია შეიძლება აღარ იყოს, აღარც არის სამთავრობო სექტორი და ხო, ნუ ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებს გაუსვით ხალხს. მე ამ საკითხს ტრაგიკულად ვერ შევხედავდი. რთულია სხვაზე ისაუბრო, როცა შენ თავისუფლებაზე ხარ, ამას ტრაგიკულად ვერ შევხედავდიო, მაგრამ ესეთ მოცემულობაში ვართ. სამწუხაროდ
ხო ვის უხარია რო ციხეშია თან ამ პირობებში თან გამოგონილი ბრალით რაიმე მაინც კონდეს ჩადენილი ახლა სურა ჯაფარიძეს ნიკა გვარამიას ნიკა მელიას ისეთი გამოგონილი ბრალით ედავებიან და სხვა პოლიტიკურ ლიდერებს ვინც ჩამოთვალენ უბრალოდ ეს მოცემულობა სამწუხაროდ ოპოზიციის ნაწილში ზოგიერთ ჩვენს კოლეგას ბოლომდე არ აქვს აღქმა იმისა თუ რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია ქართულ ოცნებას და სამწუხაროდ ეს გაყალბებული არჩევნების და 28 ნოემბრის შემდეგ წარმოგიდგენთ ევროინტეგრაციაზე ვთქვით ვარის საჯაროდ წარმომადგენელმა ხელისუფლებას იმ მომენტში ვინც თვლიან რომ თვითონ თვლიან რომ ხელისუფლებას წარმოადგენენ და ქართულ ხალხს და ეს თქოს მე არ გამიკვირდება რომ რაღაც პერიოდში პოლიტიკური პარტიები აგრძალონ და ის დაანონსეს არ გამიკვირდება რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარონ არ გამიკვირდება რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ისაუბრონ იმიტომ რომ ეს ხალხი არ წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას და ქართული ხალხის ინტერესს მაგრამ აქ არის მნიშვნელოვანი შეფასებებში მაინც ვიყოთ ერთიანები და რას გულისხმობს შეფასებებში მაინც ვიყოთ ერთიანები ციხეში და წასვლა და ის მსხვერპლი რაც ამ ადამიანებმა და კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა გაიღეს არ შეიძლება და ვერ შეფასდება რაღაც ასე ვთქვა და უმნიშვნელო მსხვერპლად და არჩევნებში ბრძოლა ჩაითვალოს გმირობად არ შეიძლება ესე და 300 არაგველი და ასე შემდეგ ამ ეპითეტებით მოხსენიება ჩვენ არ ვაპირებთ რომ ბიძინა ივანიშვილს დაუთმოთ ეს ქვეყანა ვაპირებთ ბრძოლას ბოლომდე და გამარჯვებამდე ბოლოს მაინც ჩვენ გავემარჯვებთ ეს ცხადია იმიტომ რომ ადამიანები ღირსეულად წარმოიდგინეთ 60 ადამიანი გვყავს ეხლა 60-მდე ადამიანი გვყავს და ერთი მათგანის გატეხვაც ვერ შეძლო ქართულმა ოცნებამ ხო თუმცა ბოლოს თენგო ამით მინდა ზუსტად დავამთავრო ხო მთავარი მიზანი მე დარწმუნებული ვარ რომ ყველა პარტიისთვის არის ეს რომ ბიძინა ივანიშვილის აი ეს დიქტატურა და ეს რეჟიმი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მალე განთავისუფლდეს ეს ქვეყანა ამ რუსული დიქტატურისგან ხო მაგრამ ყველაზე ცუდი ვარიანტი არის ის მესამე ვარიანტი, რომელსაც ვსაუბრობდით, რომ ნახევარი ოპოზიცია აქეთ, ნახევარი ოპოზიცია იქეთ. აი რა ხდება ამ შემთხვევაში? ვერ უყურებ ტრაგიკულად, უბრალოდ ეს ნაწილი ვინც შევა არჩევნებში ხელს შეუწყობს ბიძინა ივანიშვილის დამარცხების გადავადებას. ანუ უფრო გვიან ვიდრე ადრე მოხდება, მაგრამ არ აუშავს. ამ ნაწილში შეიძლება საზოგადოებაში ამ ნიჰილიზმის გამოიწვიოს ძალიან დიდი, მაგრამ ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის და სხვა პოლიტიკური პარტიები არ არის მარტო ბარიერგადალახული პარტიები, მე ვიცი რომ ახალი პარტიები, რომლებიც შემოდიან პოლიტიკურ პროცესში, ისინიც ამბობენ რომ არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და ეს მტკიცე პოზიცია, ეს მტკიცე პოზიციები იქნება საბოლოო ჯამში გამარჯვების მომტანი. არ აუშავს. ჩვენ ვნახეთ ესეთი მაგალითად 2003 წელს, ხო? ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ შევიდა და ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება შეძინა, მაგრამ დასრულდა. შევარდნაძის პავა. კი, დასრულდა ის პარტიაც, მე როგორც ვიცი, აღარ არსებობს, ხო? თუ არის სადღაც კოალიციაში, არ ვიცი. ხო, მგონი არის კოალიციაში, იმიტომ რომ ის ხალხს ხედავთ. კი, კონკრეტული ადამიანები არიან. ხო, და იგივე გზა არ უნდა გავიმეოროთ. იგივე გზა შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, თუ სხვის შეცდომებზე ვერ ვსწავლოთ, საკუთარ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. 2020-2021 წლის მაგალითზე უნდა ვისწავლოთ და უნდა ვისწავლოთ ის, რომ თაობათა ცვლა იწყება პოლიტიკურ ველზე და ადამიანები, აი ის ადამიანები არიან პოლიტიკოსები. პირდაპირ გეტყვით, ციხეში ვინც ხედან ახლა, შეიძლება მათ ისინი არ აპირებენ პოლიტიკური კარიერის ან პოლიტიკური ცხოვრების და ანდრო ჭიჭინაძე დაბრუნდება მსახიობად საბას ხვიტარიძე აქტივისტად, ისე ახობაძე ექიმად და ასე შემდეგ. მაგრამ ისინი ქმნიან პოლიტიკურ კონტექსტს და პოლიტიკურ კონტექსტს პოლიტიკური დღის წესრიგით მთლიანად აგებულია სასამართლოებზე. ეს არის სახე მართლა იმ ყველაფრის რაც ხდება ქვეყანაში. დიდ პოლიტიკას აკეთებენ ეს ადამიანები. ჩვენ ვერ გადავდგამთ ნაბიჯს და ვერ დავკარგავთ მორალურ უპირატესობას ქართულ ოცნებასთან. ვერ ვიტყვით და ვერ დავხუჭავთ სამი თვით პოლიტპატიმრებზე თვალს. ანუ ყველანაირი აი რაღაც რასაც ამბობენ ხოლმე მაგათაც ძლიერი საქართველოს ლიდერები რომ აი ვიდებატოთ, შევხვდეთ, დავილაპარაკოთ. თქვენ აი ეს რესურსი რაღაც თქვენ კოლეგა არხზეც თქვი, ზუსტად დაახლოებით მსგავსი შეკითხვა იყო თქვენს ეთერში, როცა თქვენ ჩათვლით საჭიროდ, როცა მიზანშეწონილად ჩათვლით რომ ეს დღე დადგა ეს მომენტი, მე მზად ვარ ლელოს ან სხვა პარტიის, ვინც არჩევნებში შესვლას ფიქრობს, დავჯდეთ და ვისაუბროთ არგუმენტირებულად და კიდევ ერთხელ შეაფასოს საზოგადოება მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევებით ჩანს, რომ საზოგადოებას ეს უკვე შეფასებული აქვს. კიდევ ერთხელ და ნებისმიერ დროს და აი აგერ პირდაპირ კოალიცია ცვლილებისთვის იხვერწება სამი თვე ამას, რომ იქნება სურვილი ორივე პარტიიდან აგერ თენგო ამბობს თანხმობას და მეც მზად ვარ ნებისმიერ დროს აი ამ ფორმატში უმასპინძლო ყველა
პარტიის და კოალიციის წარმომადგენელს. ერთი წინადადებითა დავასრულებ მეცაც გეტყვით ჩვენ მზად ვართ ბევრი ნაბიჯი გადავდგათ კონსენსუსისკენ, ბევრი ნაბიჯი გადავდგათ იმ ჩვენი ასე ვთქვათ პირობების დათმობის ნაწილში თუ ეს პარტიები უარს იტყვიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ანუ ქართული ოცნების მახეში გაბმაზე უარს. ჩვენ მზად ვართ რომ ამ ერთობის ნაწილში ბევრი ნაბიჯი გადავდგათ, ერთიანი ფრონტი წინააღმდეგობის, ასევე ერთიანი ნაბიჯები და სტრატეგია გეგმის, რაც მომავალში აუცილებლად იქნება სასაუბრმე ღრმად ვარ დარწმუნებული, თუ გვინდა რომ ქართული ოცნება დავამარცხოთ და ჩამოვართვათ ის რაც მიიტაცა, ამის შემდეგ ჩვენ მოგვიწევს რა თქმა უნდა, ამ ბრძოლაში ჩვენ მოგვიწევს რა თქმა უნდა ერთიანი ფრონტის გახსნამ და ასევე მომავალში მოგვიწევს კონკურენცია. და ამ ნაწილში ჩვენ უნდა შევხვდეთ ამ პროცესს ღირსეულად და უნდა გამოვიდეთ ნაკლები ზიანით. ნახოთ როგორ განვითარდება პროცესი და მოვლენები. ტრაგიკულად ვერ უყურებ მათ შორის ვიღაცების შესვლას. სტაბილური სიტუაცია რო იყოს, ხარჯ დაუჭერდი, იმიტომ რომ კვლევები აჩვენებს რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. დიდი მადლობა თენგო თევზაძე, კოალიცია ცვლილებისთვის წარმომადგენელი, პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.